ჩემი სამუშაო სივრცე, ერთი ლეპტოპი, მეორე ტაბლეტი, მესამე თქვენ. ერთდროულად. ალხა. მახეთ. ჩემი კაჭოპურები. ალმებით ძვირფასებო, აბა ვის უნდა? საყოველთაო მარათონში ჩართვა 20 ლარად, რომ დაიკლოთ 3, 5, 7 კილოგრამი. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ეს ყველაფერი ასაკზე, წონაზე, ბუნებრივად ადამიანის სწრაფად იკლებს, ნელა იკლებს, ჩემს რეკომენდაციებს როგორ შეასრულებს, კვებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ადამიანი, რომელიც მოვა და ყველაფერს შეასრულებს, არც ერთი ადამიანი არ წავა მინუს კილოგრამი და პლუს განწყობის გარეშე. ჩვენ გვექნება საოცარი მოტივაცია, საოცარი მუხტი, იქნება საკუთარი თავის სიყვარულიდან წამოსული ჩვენი ცვლილება, იქნება ის სიმკაცრეც, რასაც სიყვარული მოითხოვს, საკუთარ თავზე ზრუნვა მოითხოვს და იქნება ის გემრიელი ჯანსაღი, მზრუნველობითი გარემოც, მენიუც და ყველაფერი. 16-ში ვიწყებთ, რაც უფრო ახლოვდება ჩვენი მარათონის დღე, მით უფრო ნაკლები ადგილი რჩება მარათონში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მენდეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წერთ ნინი ვეღარ ვითმენ, ისე ჩქარა მინდა ჩავერთო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წერთ, რომ გიყურებ. დიდი ხანია შენს პროგრესს ხედავ და აღფრთოვანებული ვარ. ბედნიერდები, რომ მეუბნებით, რომ ჩემი YouTube მაყურებლები ხართ, იმიტომ რომ უსუმოდ მიყვარხართ და სულ ეს დღეები თავში მიტრიალებს ის სიმღერა ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა. მთელი ჩემი ეს გზა, რაც მე გავიარე. კვებითი აშლილობის, ეს ცოდნის მიღების, სწავლის, ეს 15 წლისდან, წელს 37 წლის გავხდები. აი აქამდე. ეს ყველაფერი თურმე იმისთვის იყო, რაც შეიძლება მეტი ქალი გავაბედნიერო და ღირდა. ასე რომ თუ გინდა, დაიწყო, დადო პირველი შედეგი, ნახო როგორ უნდა იკვებო და შეძლო შენითაც მერე გაგრძელება, თუ გენდომება რომ მარტო გააგრძელო შენით, შეძლო გაგრძელება, მიიყვანო მიზანი ბოლომდე, მიიღო საკმარისი მოტივაცია, ცოდნა, ყველაფერი სიმბოლურ ფასად, ანუ საჩუქრად. აი ამას გჩუქნით მე, ამ სიხარულს, ამ ბედნიერებას, ამ ჯანმრთელობას, რაც მოაქვს აი ამ ყველაფერს, საკუთარი თავის სიყვარულიდან წამოსულ უკეთესობისკენ ცვლილებას. და მსურველებმა მომწერეთ. ძალიან მიყვარხართ. გოცნით. საოცრად დაღლილი, სრულიად სახეახეული, მაგრამ უნდა გამოვაცხოთ ნამცხვარი ლამინგტონი. ბისკვიტს გავაკეთებ დღეს. ვერ შემოგიშვებ ბოდიში. სახში ცუდი რამე ქენი და ლამის მეც გამომაყოლეს შენ თავს მანდ.
Საკვირა მკნარი ხარ. აი, ამას ჩავასხი. კარგი იქნება ზუსტად. აი, ასთია. უკემრილესია. გავსინჯე. საოცრება. ეს ქაღალდი. ნახეთ. უნდა იბანაო შოკოლადებში. მერე ქოქოსებში. როგორია? ინგა მას. აუ თუნჯეროდეს. ნახე პროსტ. ამაზე დამავიწოთ დაჩხვლეტა. ბოლო დავჩხვლიდე კიდე. ამას არ დავჭრი და მეორეც ამოშ წავიღებ. ამას სახში ვტოვებ. ერთი მოდის კარგად. კილო კი არ მიტყდება რომ რაღაცა მეგრული კილო მქონდა. მაგრამ ეს კილო კაბი რომელიც ზოგიერთ ადამიანს გვაქვს ჩვენ რეგიონიდან ჩამოსულებს მე მიამაღლება, მაგრამ ჟურნალისტიკაზე ხა ეს სატელევიზიო რადიო ჟურნალისტიკაში ცოტა მიუღებელია, იმიტომ რომ მეტყველება უნდა იყოს სწორი, მართებული და ჭერ მეტყველი უნდა გამოიყურებოდე სატელევიზიო რადიო ეთერისთვის. მეტყველო ხო კი ხო. აუ კი, ხო, სადღაც ვურტყავ, მაგალითად ლეს. და თემა ის არის, რომ სამ თვეში მე შევძელი, რომ ეს ჩემი კილოკავი განმერიდებინა და ვიდექი ზოგი რომ ამბობს სარკის წინ დადექი და ესქენი და ისქენი ესე არა. აი საკუთარ თავს უნდა უთხრა მე მინდა ესე გამოვიყურებოდი და აუცილებლად გამოგივაღოთ. ყველა სურვილში უნდა იყო გულწრფელი. მაშინ მახსოვს რაღაცა ეს კასეტიანი დიქტაფონები მქონდა და რაღაცა საუბრობდი ჩავიწერდი. მე ამას მოგუსმენდი არა, თუნდაც მოვიქეცი. მე מחვილები გამოვიტარე და თან ჟურნალისტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დღეს ყველას უნდა რომ ეჭიროს მიკროფონი და დარბოდეს გადაღებებზე. და მნიშვნელოვანია ის რომ ჟურნალისტიკას როცა ბედავ ამ პროფესიაში შესვლას პირველი უნდა იცოდე წერა. უნდა ფლობდე ქართულ გრამატიკას. ნუ მერე უნდა ამ წერის ნაწილში ანალიტიკური აზროვნება არის მნიშვნელოვანი. შემდგომ უკვე უნდა გადაინაცვლო მოკლეაბების თხრობაზე, რასაც სააგენტოს ვეძახით დღეს. შემდგომი არის უკვე რადიო, სადაც მეტყველებას ჩამოიყალიბებ და უკვე მე მზად ხარ რომ სატელევიზიო ეთერში შენ მაყურებელს გაუბედო მეტყველება. იმიტომ რომ დღეს ქართული ჟურნალისტიკა არის ძალიან ბევრი პროფესიონალი კადრი, მაგრამ ამასთანავე ჩვენ გვაქვს პრობლემა იაფასიან მუშახელზე. სადაც ეს დამსაქმებელი ეძებს იაფასიან მუშახელს, ხო? ეს შეიძლება ეხლა ცუდად გაიგოს ჩემმა კოლეგებმა, ახალგაზრდებმა, მაგრამ მე ეხლა თესეოში კითხულობდი წინა სემესტრში ყალბახალ ამბებს მედიაში და დეზინფორმაციას და სტუდენტებს ყოველთვის იმას ვეუბნებოდი, რომ თუ შენ ამ პროფესიაში აპირებ დარჩენას, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გაბედო. გაბედო და შემდგომ უკვე შეინარჩუნე შენი გამბედაობა, სხვაგვარად ვერაფერს ვერ მიაღწევ და ყველაზე მაგარი ამბავი არასოდეს არ მომიყოლია არსად. როგორ?